რუდოლფ შტაინერის სახარება მათესგან. მესამე თავი. ვიდრე დღევანდელ თემაზე გადავიდოდეთ, მინდა რამდენადმე განვავრცო გუშინდელი ნათქვამი. ჩვენ წარმოვაჩინეთ, რომ კაცობრიობის განვითარების მოვლენები, განსაკუთრებით კი ის უდიდესი მოვლენები ჩვენს ყოფიერებას რომ ეხება, შეიცავს ელემენტს, რომელიც ერთგვარად კოსმოსური ცხოვრებიდან ნასესხები ენით შეიძლება გამოიხატოს. არაერთგზის აღმინიშნავს რაოდენ რთულია ჩვენი ყოველდღიური ენით ყოფიერების უდიდესი დუმალებათა მკაფიოდ და ამომწურავად გადმოცემა. რათა გამოვავლინოთ ზარათუსტრას ორი უდიდესი მოწაფის, ჰერმესტოტის და მოსეს ურთიერთქმედება, უმჯობესია შევადაროთ იგი ერთ უდიდეს კოსმოსურ მოვლენას და ოგულტური თვალსაზრისით განვიხილოთ. მოდით დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, როდესაც დედამიწა გამოეყო მზეს და ამ ორმა პლანეტამ კოსმოსში დამოუკიდებლად არსებობა განაგრძო. ეს მდგომარეობა ასეთნაირად უნდა წარმოვიდგინოთ. დედამიწის და მზის სუბსტანცია. თავდაპირველად ერთ უზარმაზარ ციურ სხეულად წარმოდგენილი ორად გაიყო. ეს მოხდა უშორეს წარსულში. არ დაივიწყოთ, რომ პარალელურად სხვა კოსმოსურ მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი. შედეგად, ჩვენი მზის სისტემის სხვა პლანეტები შეიქმნა. დღეს დავჯერდეთ ამ ფაქტის კონსტატაციას, რომ შეიქმნა ორი ცენტრი, მზე და დედამიწა. ვუღრმავდები რა ეპოქას, როდესაც ეს გაყოფა მოხდა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მაშინდელი დედამიწა თავის სუბსტანციაში, როგორც საკუთარ კალთაში, ჩვენი დღევანდელი მთვარის სუბსტანციასაც შეიცავდა. ამრიგად, ერთი მხრივ იყო დედამიწა და მთვარე, მეორე მხრივ მზე და ყოველივე, რაც ამ მომენტისთვის სულიერ თუ ფიზიკურ ძალას წარმოადგენდა, გაიყო. შედარებით უხეში მკვრივი ელემენტები დედამიწის მხარეს მოექცა, უფრო ფაქიზი ელემენტები, ეთერული და სულიერი ძალები მზესთან შეკავშირდა. აქ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ძალზე ხანგრძლივი დროის მანძილზე დედამიწა და მზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ და მზის ძალების მაშინდელი ზემოქმედება დედამიწაზე დღევანდელთან შედარებით სულ სხვაგვარი იყო. დედამიწა იყო დახშული, თავის თავში ჩაკეტილი და სულ უმნიშვნელოდ ხელმისაწვდომი მზის სულიერი ძალების ზემოქმედებისთვის. მზიდან გამოყოფისთანავე დედამიწამ თანდათან გახევება, მუმიფიცირება დაიწყო და ასე რომ გაგრძელებულიყო, ანუ დედამიწას მთვარე თავის წიაღში უფრო ხანგრძლივად რომ გაეჩერებინა, იგი ვერასდროს აღმოაცენებდა სიცოცხლეს, რომელიც დღეს მასზე ჩქეფს. სანამ დედამიწა მთვარესთან იყო შეერთებული, მზეს არ შეეძლო მთელი სისრულით გაანევრცო დედამიწაზე თავისი ზემოქმედება. ამგვარი ზემოქმედება მხოლოდ მოგვიანებით გახდა შესაძლებელი. სახელდობრ მაშინ, როდესაც დედამიწამ ჩვენი დღევანდელი მთვარის წარმომქმნელი სუბსტანციები მათთან დაკავშირებული სულიერი არსებებთან ერთად, სულიერი არსებები თურთ, თავის თავიდან გამოყო. მაგრამ დედამიწის და მთვარის გაყოფასთან კიდევ ერთი ფაქტია დაკავშირებული. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ დღეს დედამიწაზე სიცოცხლეს ვუწოდებთ, ძალზე ნელა და თანდათან ხანგრძლივი ევოლუციის პროცესში ვითარდებოდა. სულის მეცნიერება თანმიმდევრულად აღწერს ევოლუციის იმ სტადიებს, რომლის პროცესშიც დედამიწაზე წარმოიშვა სიცოცხლე. ამ სტადიებს იგი უწოდებს ძველ სატურნს, ძველ მზეს და ძველ მთვარეს. ამრიგად, მზისა და დედამიწის გაყოფას, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არსობრივად სრულიად განსხვავებული ბუნების მოვლენები წინაუძღოდა. სახელდობრ, სატურნის მდგომარეობა, მზის მდგომარეობა და მთვარის მდგომარეობა. მათ მოჰყვა ჩვენი დედამიწა. თავისი დღევანდელი იერის შეძენის საწყის სტადიაზე დედამიწა ჯერ კვლავ შეერთებული იყო ჩვენი მზის სისტემის ყველა პლანეტის სუბსტანციასთან და მხოლოდ შემდგომში განეცალკევა მათ. ეს განცალკევება შედეგი გახლდათ იმ ძალთა ზემოქმედებისა, რომლებიც უკვე მოქმედებდნენ სატურნის, მზის და მთვარის სტადიებში. ჩვენ ვიცით, რომ სატურნის ეპოქაც წოდებულ ხანაში
მატერია, სუბსტანცია იმ სახით, რა სახითაც იგი დღესაა ცნობილი, არ არსებობდა სატურნის ეპოქაში. ანუ, როდესაც დედამიწა იყო სატურნის ძველი სატურნის მდგომარეობაში. ძველ სატურნზე ვერ ნახავდით მკვრივ, თხევად ან გაზისმაგვარ სხეულებს. ძველი სატურნი ფლობდა მხოლოდ სითბურ სხეულს. სხვადასხვა სითბურ მდგომარეობაში და ყველაფერი, რაც სატურნზე ვითარდებოდა, ფაქტიურად ვითარდებოდა სითბოში. ჩვენ არაფერს ვიტყვით იმაზე, რაც ძნელად წარმოსადგენია თანამედროვე ფიზიკოსებისთვის. სხეული შემდგარი მხოლოდ და მხოლოდ სითბოსგან. რადგანაც სითბო მათთვის არის მდგომარეობა და არა სუბსტანცია. თანაც ჩვენ გვაინტერესებს არა თანამედროვე ფიზიკა, არამედ რეალობა. სატურნის სითბური სხეულის ევოლუციამ ძველ მზეს მიაღწია. იმ დროისთვის სატურნის სითბური სხეული გარკვეულწილად გამკვრივდა, როგორც ეს აღწერილია ჩემს ციკლში იდუმალთ მეტყველება. ბუნებრივია ძველ მზეზეც შემორჩა სითბური სუბსტანციის რაღაც ნაწილი. დანარჩენი კი გაზისმაგვარ მდგომარეობაში, ჰაერის მდგომარეობაში გადავიდა და საკუთრივ ძველი მზის მდგომარეობაც სწორედ ეს იყო. ყველაფერ ამას თან ახლდა არა მარტო გამკვრივება, არამედ გაიშვიათებაც, სინათლისკენ ზესვლა. სატურნის სითბური მდგომარეობიდან მზიური ნათლის მდგომარეობაში გადასვლისას ჩვენი პლანეტა ჰაერის, სითბოს და სინათლისგან შემდგარ ციურ სხეულად გადაიქცა. ამის შემდეგ დედამიწამ გამკვრივების ახალი სტადია განლო და ძველი მზიდან ძველი მთვარის მდგომარეობამდე მივიდა. ეს უკანასკნელი წინაუძღოდა ჩვენს დედამიწას, რომელმაც ამიერიდან გაზისა და ჰაერის მაგვარ სუბსტანციასთან ერთად თხევადი სუბსტანციად შეიმატა. მეორე მხრივ დედამიწამ სპირიტუალიზაციის, ეთერიზაციის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯი გადადგა. ძველი მთვარის ეპოქაში ჩვენ გვაქვს არა მარტო სინათლე, არამედ თანამედროვე ქიმიური ეთერის იდენტური ბგერის ეთერი. ის, რასაც ჩვენ აქ ბგერის ეთერს ვუწოდებთ, ფიზიკური ბგერა არ არის. ფიზიკური ბგერა მხოლოდ ნახმევი, მხოლოდ გამოძახილია იმისა, რაც ნათელ მხილველს ეხსნება როგორც სფეროთა ჰარმონია, როგორც ეთერული ბგერა, რომელიც ვიბრირებს და ამ ვიბრაციით მთელ სამყაროს ქსელავს. ეთერული ბგერა, ეთერული ჟღერადობა გაცილებით ფაქიზია და სულიერი. ძველი მთვარის შემდეგ შევდივართ დედამიწის სტადიაში. გამკვრივებული სუბსტანცია აქ სრული სიმკვრივეა. სრული სიმტკიცის მდგომარეობაა მიღწეული. ძველ მთვარეზე არ არსებობდა ისეთი სიმტკიცის მქონე სხეული, როგორსაც დედამიწაზე ვხვდებით. ეს მდგომარეობა მხოლოდ დედამიწაზე გაჩნდა. მაშასადამე დედამიწაზე ერთი მხრივ გვაქვს სითბური, გაზისმაგვარი, თხევადი, მკვრივი მდგომარეობები და მასთან ერთად სინათლის, ბგერის და სიცოცხლის ეთერი. აი ამგვარ მდგომარეობამდე მივიდა დედამიწა ევოლუციის ზემოაღწერილი გზით. მას დედამიწაზე გვაქვს ელემენტარული, ანუ სტიქიური ბუნების 7 მდგომარეობა. მაშინ, როდესაც ძველ სატურნზე მხოლოდ ერთი მდგომარეობა, სითბო არსებობდა. ესე იგი, დედამიწაზე ახლა მე ჩამოვთვლი 7 მდგომარეობას, ხო? ესე იგი, სითბური, გაზისმაგვარი, თხევადი, მკვრივი, სინათლის, ბგერის და სიცოცხლის ეთერი. ჩვენ ნათლად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დედამიწა თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის დასაწყისში, როდესაც იგი გამოეყო კოსმოსურ წყვილს, რომელშიც დაძირული იყო მზესთან და სხვა პლანეტებთან ერთიანობის პერიოდში, აი ამ 7 სტიქიურ ფაზაში ცხოვრობდა და ვითარდებოდა. მაგრამ მზისა და დედამიწის გაყრის მომენტში მოხდა განსაკუთრებული მოვლენა. დღევანდელ პირობებში მზე დედამიწაზე ასხივებს სხვადასხვა სახის ზემოქმედებებს. ზოგი მათგანი შეიგრძნობა როგორც სითბო და სინათლე, მაგრამ ზოგიერთი, მაგალითად ბგერის და სიცოცხლის გამოვლინებანი შეუგრძნობადია. ამიტომაც რომ ბგერის ეთერის მოქმედება მხოლოდ ქიმიურ კომბინაციებსა და განზავებებში ვლინდება. ესე იგი, მატერიალური სუბსტანციების ურთიერთქმედებებში
მზიდან გამოგზავნილი სიცოცხლის ეთერის ზემოქმედება უშუალოდ ვერ აღიქმება. განსხვავებით სინათლისგან, რომელსაც ადამიანი განარჩევს რა სინათლესა და სიბნელებს, გრძნობიერ აღიქვამს. სიცოცხლეს კი ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ მისი გამოვლენით ცოცხალ არსებებში. ხოლო რაც შეეხება სიცოცხლის ეთერს, ცოცხალ არსებებს რომ სჭვალავს, მისი აღქმა არ ძალგვიც არ შეგვიძლია. ამიტომ მეცნიერება იძულებულია აღიაროს, რომ სიცოცხლის ფენომენი მისთვის გამოცანაა. ორი უმაღლესი არსი, სიცოცხლის და ბგერის ეთერი, უშუალო მიწიერი აღქმისთვის მიუწვდომელია. ისინი შედარებით უფრო ფაქის, მოუხელთებელ, მზიურ ემანაციას განეკუთვნებიან. ემანაცია გამოსხივებასაც ნიშნავს. ჩვეულებრივი აღქმისთვის ისინი დაფარულია. ლაპარაკია სიცოცხლის და ბგერის ეთერზე. მაგრამ ყოველივე, რაც სიცოცხლის და ბგერის ეთერში მოქმედებს, გარკვეულწილად ხელმისაწვდომია ადამიანური აღქმისთვის. ჩვენ ძალგვიც აღვიქვათ დედამიწაზე სიცოცხლის და სფეროთა ჰარმონიის არაუშუალო მოქმედება, არამედ მათი გამოვლენა ადამიანური არსების მთელ ორგანიზაციაში. ამას ყველაფერს უკეთ გავიგებთ, თუ კი ერთხელ კიდევ თვალს გადავავლებთ მიწიერი ადამიანის ევოლუციას. ჩვენ ვიცით, რომ შორეულ წარსულში, ატლანტიდის ეპოქის დასასრულამდე, ადამიანი მუდმივ ნათელ ხილვას ფლობდა და მისი მეშვეობით შეეძლო დაკვირვებოდა არა მარტო გრძნობად სამყაროს, არამედ მთელი გრძნობადი ყოფიერების პირველ საფუძვლებს. ადამიანი ამას აღწევდა იმდენად, რამდენადაც იმ შორეულ ეპოქაში ცნობილი იყო შუალედური მდგომარეობა ძილსა და სიცხადეს შორის. ცხადში ადამიანი აღიქვამს ფიზიკურ გრძნობად საგნებს. ძილში კი ნორმალური ადამიანი ვერაფერს აღიქვამს, იგი მხოლოდ ცოცხლობს. თქვენ რომ მძინარე ადამიანის ცხოვრებაზე ნათელმხილველური დაკვირვება შეგეძლოთ, ერთობ უჩვეულო აღმოჩენებს გააკეთებდით. უჩვეულოს უპირველეს ყოვლისა მათთვის, ვინც საგანთა მხოლოდ გარეგნულ იერს ცნობს. მოგეხსენებათ, ძილის დროს ადამიანის ასტრალური სხეული და მე, მის გარეთ, ფიზიკური და ეთერული სხეულების გარეთ არიან. ხშირად ვამბობ, რომ ასტრალური სხეული და მე არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ადამიანის ფიზიკური სხეულის შორიახლო მოფარფატე ღრუბლის მაგვარ სხეულებად. დაბალი ასტრალური ნათელხილვისთვის ხელმისაწვდომი ღრუბლის მაგვარი წარმონაქმნები მხოლოდ უხეში ნაწილია იმისა, რასაც მძინარე ადამიანი წარმოადგენს. ადამიანის არსება ძილის დროს შორს, მეტად შორს ივრცობა. მართლაც, დაძინების მომენტში ადამიანის ასტრალური სხეულისა და მეს ძალები მთელ მზის სისტემაზე იწყებენ გავრცობას და მის შემადგენელ წევრებად იქცევიან. მძინარე ადამიანის ასტრალური სხეული და მე ყოველი მხრიდან ისრუტავს და შთანთქავს ცხოვლის მყოფელ ძალებს. აი რამ ხელმისაწვდომობა აქვს ძილს, დაიმახსოვრეთ. შემდეგ გამოღვიძების მომენტში იგი უბრუნდება თავისი ფიზიკური სხეულის მჭიდრო გარსებს და თან შემოაქვს ყოველივე, რაც ღამის განმავლობაში მზის სისტემიდან ამოაწვდინა. შუა საუკუნეების ოკულტისტები იმიტომაც უწოდებდნენ ადამიანის არსების ამ სულიერ ნაწილს ასტრალურ, ვარსკვლავთმიერ სხეულს, რომ იგი ერთვის ვარსკვლავთა სამყაროს, რათა მისგან მიიღოს სასიცოცხლო ძალები. ამრიგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძილის დროს ადამიანი ფართოვდება და მთელ მზის სისტემაზე ივრცობა. საკითხავია, რითაა გამსჭვალული ჩვენი ასტრალური სხეული ძილის დროს. ღამით, როცა ფიზიკური სხეულის გარეთ ვიმყოფებით, ჩვენს ასტრალურ სხეულს მსჭვალავს და ცხოველ ყოფს სფეროთა ჰარმონია. ასტრალურ სხეულს მსჭვალავს ყოველივე ის, რაც ბგერის ეთერში ვლინდება. თუ კი მეტალის ფირფიტის ზედაპირზე მოვაფრქვევთ ფხვნილს და ხემის მეშვეობით ფირფიტის ვიბრაციას გამოვიწვევთ, რხევა ფხვნილს გადაეცემა და ფირფიტის ზედაპირზე ერთგვარი ფიგურები წარმოიქმნება. ზუსტად ასევე, ღამით ადამიანში შემოდის სფეროთა ჰარმონია. მისი ტალღები მსჭვალავს ადამიანს, ცირკულირებს მასში და დღის ცხოვრებითა და გარეშ დაბეჭდილებებით მოშლილ ორგანიზმში წესრიგი და სიმწყობრე შემოაქვს. ამგვარადვე ცირკულირებს ჩვენში ძილის დროს სიცოცხლის ეთერის მასტიმულირებელი და ცხოველმყოფელი ძალა.
მაგრამ ადამიანი უძლურია აღიქვას თავისი გარსების შინაგანი ცხოვრება, მაშინ, როდესაც განცალკევებულია თავის ფიზიკურ და ეთერულ სხეულთაგან. ნორმალურ მდგომარეობაში მას შეუძლია რაღაც აღიქვას მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩაღრმავებულია ამ ორ სხეულში, ანუ როდესაც თავისი ეთერული სხეულის ორგანოებს აზროვნებისთვის იყენებს, ხოლო ფიზიკური სხეულის ორგანოებს გრძნობადი აღქმისთვის. ადრე შესაძლებელი იყო ერთგვარი შუალედური მდგომარეობები ძილსა და სიცხადეს შორის. ამ მდგომარეობას ჩვენს დროშიც აღწევენ, მაგრამ არანორმალური და სახიფათო მეთოდებით. ატლანტიდის ეპოქაში პირიქით ეს მდგომარეობები ადამიანისთვის სავსებით ნორმალური იყო. ადამიანს ძილსა და სიცხადეს შორის შესაძლებლობა ეძლეოდა აღეკვა სფეროთა ჰარმონიასა და სიცოცხლის ეთერში მოქმედი შემოქმედი ძალები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ გარდასრულ დროთა ადამიანს მაშინდელი ნათელხილვის წყალობით შეეძლო მზიდან გამოსხივებული მასზე ფენილი სფეროთა ჰარმონიის და ასევე სივრცის გამსჭვალავი სიცოცხლის აღქმა. თუმცა ეს ძალები დედამიწაზე მხოლოდ ცოცხალ არსებებში ვლინდება. აღქმის ეს ხერხი თანდათანობით მიილია სულიერი სამყაროს კარი ჩაირაზა. ადამიანმა დაკარგა ნათელხილვა. იგი სხვა ასავსებით შინაგან უნარს, ცოდნას, შემეცნების უნარს უნდა შეეცვალა. ესე იგი დაიკარგა ნათელხილვა და იგი უნდა ჩანაცვლებულიყო შინაგანი უნარით, ანუ ცოდნით, შემეცნებით. ამ უნარის წყალობით ადამიანმა ისწავლა ფიქრი. ანუ შემეცნების უნარის საშუალებით ადამიანმა ისწავლა ფიქრი. ყველაფერი, რასაც დღეს აზროვნებას, ფიზიკურ სამყაროზე საგნებზე ფიქრს ვუწოდებთ, ერთი სიტყვით, მთელი ჩვენი ფიზიკური ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ წარსულის დაკარგული ნათელხილვის ხარჯზე განვითარდა. ატლანტიდის პირველი ეპოქების ადამიანი ჯერ ვერ ფლობდა შინაგან ცხოვრებას, ანუ გრძნობას, შეგრძნებებს, აზრებს, წარმოდგენებს, მთელ ამ კომპლექსს, რაც საბოლოო ჯამში ყოველგვარი კულტურის შემოქმედებით ფაქტორს შეადგენს. ადამიანი ძილსა და სიცხადეს შორის შუალედურ მდგომარეობაში ცხოვრობდა. იგი თითქოს და გაბნეული, განვრცობილი იყო სტიქიურ ბოდიში, სულიერ სამყაროში. ფიზიკური სამყარო მის წინაშე ერთგვარ ბორუსში ცხადდებოდა. ყოველ შემთხვევაში ეს ფიზიკური სამყარო სრულიად უცხო იყო მისი აღქმებისთვის, გარე სამყაროს იმ ხატსახეებისთვის, რომელთაც ადამიანი სათავისოდ იქმნიდა. ხოლო როდესაც გარე ცხოვრება ადამიანისთვის უკვე ერთგვარად მნიშვნელოვანიც კი გახდა, მისი ნათელხილვა ნელ-ნელა დაიბინდა. ადამიანის შინაგან ცხოვრებას სფეროთა ჰარმონიის მხოლოდ სუსტი ნახმე ვეღარ შემორჩა და რამდენადაც ადამიანის სამშვენიველი ივსებოდა შეგრძნებებითა და აღქმებით, რომლებშიც გარე სამყარო იყო არეკლილი. იმდენად სფეროთა ჰარმონია დუმდებოდა მისთვის და რამდენადაც სამშვენიველში მტკიცდებოდა ეგოს, მეს შეგნება, იმდენად სუსტდებოდა სამყაროს მაცოცხლებელი ღვთაებრივი ეთერის აღქმა. ამ ახალი მდგომარეობის წილ ადამიანს საზღაური უნდა გაეღო კოსმოსური ცხოვრების ზოგიერთი მხარეების დაკარგვით. და იმ კვიდრებს რა დედამიწაზე ადამიანი საკუთარ თავში კონცენტრირდება და ისე აღიქვამს სიცოცხლეს, მაგრამ მისგან დაფარულია, რომ ამ სიცოცხლის წყარო არის მზე. თავის შინაგან ცხოვრებაში მას ხსოვნად მხოლოდ ბგერის და სიცოცხლის ეთერის უმძლავრეს ძალთა სუსტი გამოძახილი შემორჩა. ადამიანში შემეცნების უნარი დედამიწის ანალოგიურ მდგომარეობებთან პარალელურად ვითარდებოდა. მზის გამოყოფის შემდეგ დედამიწა უეჭველად შეიკუმშებოდა, თუკი მას ერთიანად მოიცავდა მასში არსებული სუბსტანციების ზემოქმედება. მზემ უკვე დაკარგა დედამიწაზე ზემოქმედების შესაძლებლობა. ასე გაგრძელდა მთვარის გამოყოფამდე. მთვარე წარმოიქმნა ყველა იმ სუბსტანციიდან, რაც დედამიწამ თავისი თავიდან გამოყო, ვინაიდან ისინი მას წინააღმდეგობას უქმნიდნენ მზის ზემოქმედების უშუალო აღქმაში. მთვარის გამოყოფის შემდეგ დედამიწა გულგახსნილი მიეგება მზის შემოქმედებას. იმ მზისა, რომელსაც იგი თავად განეცალკევა. გარეგნულის თვალსაზრისით დედამიწამ ნაბიჯი გადადგა მზისკენ. მან საკუთარი არსის ნაწილი, ანუ მთვარე, მზისკენ გატყორცნა და იმ დროიდან მთვარემ ფიზიკურ სინათლესთან ერთად დედამიწაზე მზის ზემოქმედებების უკუფენაც დაიწყო.
მთვარის და დედამიწის გაყოფას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამან დედამიწას საშუალება მისცა გახსნილიყო მზის ზემოქმედების აღსაქმელად და ამ კოსმოსურ მოვლენის გარკვეული შესატყვისობა ასევე დედამიწის ყოფიერებაშიც უნდა ასახულიყო. დედამიწა უკვე კარგახანია ხელმისაწვდომი იყო მზის ზემოქმედებისთვის და აი ადამიანსაც დაუდგა ის დრო, როდესაც მას შეეძლო გახსნილიყო მზის უშუალო ზემოქმედებისთვის ისე, როგორც იგი ამას ნათელხილვით ატლანტიდის ხანაში აღიქვამდა. დედამიწასთან დაკავშირებულ ცვლილებების პარალელურად, ანუ მისი გამკვრივების კვალდაკვალ, ადამიანში შინაგანი ცხოვრება ჩაისახა. ადამიანი ჩაღრმავდა, ერთგვარად ჩაიკეტა თავის თავში და გაემიჯნა მზის ზემოქმედებებს. ამ შინაგანი ცხოვრების ფორმირების პერიოდმა, რომლის პროცესშიც ადამიანი თავის თავში მხოლოდ სუსტ აღიქვამდა სიცოცხლის და ბგერის ეთერის სფეროთა ჰარმონიის ძალებს, ძალზე დიდხანს მთელ პირველ პოსტატლანტიდური ეპოქების მანძილზე გასტანა. ატლანტიდური ევოლუციის პირველ ხანებში ჯერ კიდევ შეიძლებოდა მზის ძალების უშუალოდ აღქმა. თანდათანობით ეს ჩაქრა და ეპოქაში, როდესაც ადამიანში იმძლავრა შინაგანმა ცხოვრებამ, ხოლო მზის ზემოქმედებები ვეღარ აღწევდა მასთან, მხოლოდ ღმისტერიებს ხელი ეწიფებოდა თავისებური იოგას მეშვეობით თავისი მოწაფეებისთვის წარმოდგენა შეექმნა იმ ზემოქმედებებზე, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით ნორმალურ მიწიერ პირობებს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომაც ატლანტიდის ეპოქის მეორე ნახევარში შეიქმნა წმინდა კერები, რომლებსაც სავსებით სამართლიანად ორაკულებს უწოდებდნენ. მათ შორის, ვისაც უკვე აღარ შეეძლო ნორმალური გზით უშუალოდ აღეკვა ბგერის და სიცოცხლის ეთერის მოქმედება, იზრდებოდნენ ღვთაებრივი სიბრძნის მიმდევარი მოწაფეებიც, რომლებიც თრგუნავდნენ რა თავის თავში გრძნობა ცხოვრებას, კვლავ იძენდნენ სულიერ ზემოქმედებათა აღქმის უნარს. ამის შესაძლებლობა შემონახული იქნა ყველა ჭეშმარიტ ოკულტურ სკოლაში. ეს სკოლები იმდენად ძლიერი იყო, რომ ოფიციალურმა მეცნიერებმა კი შესაძლებლად მიიჩნია პითაგორული ტრადიციის არსებობა, რომელიც ამტკიცებდა, ხო, აქ ფრჩხილებში წერია, რომ თუმცა მისი არა გაეგებოდა რაო ოფიციალურ მეცნიერებას. ხო, და ესე იგი შესაძლებლად მიიჩნია პითაგორული ტრადიციის არსებობა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სფეროთა ჰარმონიის მოსმენა შესაძლებელია. მაგრამ მეცნიერება ამ ჰარმონიას იქვე კვლავ აბსტრაქციად აქცევს. სიმართლე ითქვას, პითაგორას სკოლა გულისხმობდა ადამიანის უნარს, რომ მას ხელი ეწიფება კვლავ გაიხსნას ბგერის და სიცოცხლის ეთერის ტალღათა ნაკადების აღსაქმელად. ადამიანი, რომელმაც შეუდარებელი ბრწყინვალებით გახსნა, რომ სხივებში, რომლებსაც დედამიწაზე მოაქვს სითბო მზის და სინათლე მზის, გაიდუმალებულია სხვა რაღაც და ეს რაღაც არის ბგერის და სინათლის ეთერი. და ეს ადამიანი იყო ზარათუსტრა. ესე იგი, ადამიანი, რომელმაც შეუდარებელი ბრწყინვალებით გახსნა, რომ სხივებში, რომლებსაც დედამიწაზე მოაქვს სითბო მზის და სინათლე მზის, აი ამ სხივებში გაიდუმალებულია სხვა რაღაც და ეს რაღაც არის ბგერის და სინათლის ეთერი. და ეს ადამიანი, ვინც ეს გახსნა, იყო ზარათუსტრა. ჩვენ რომ ჩვენს ენაზე გვეთარგმნა მოწაფეებისადმი მისი შეგონება, ასე ვიტყოდით, როდესაც მზერას მზისკენ მიმართავთ, თქვენ აღიქვამთ დედამიწაზე ფენილ, მადლმოსილ სინათლესა და სითბოს. მაგრამ თუ კი საკუთარ თავში განავითარებთ სულიერ აღქმადობას, მაშინ შეძლებთ იხილოთ მზის არსება, რომელიც ფიზიკურ ციურ სხეულს მიღმა იფარება. ბგერათა ზემოქმედებების აღქმით თქვენ სიცოცხლის აზრს შეიმეცნებთ. ამგვარად ზარათუსტრას სული მოწაფეებს ფიზიკურ მზის სხივებს მიღმა მყოფად სულზე მიუთითებდა და ამ სულს ორმუსს ან აურა მაზდაოს მზის უდიდეს აურას უწოდებდა. ადვილი მისახვედრია, რომ სიტყვა აურა მაზდაო ასევე შეიძლება ითარგმნოს როგორც უდიდესი სიბრძნე, იმ მცირე სიბრძნის პირისპირ, რომელსაც დღეს ხალხი ეწაფება. მზის სულიერი არსის, მზის უდიდესი აურის განჭვრეტით აღქმული სიბრძნე.
აურა მასდაო. მზის უდიდესი აურის განჭვრეტით აღქმული სიბრძნე. დიდი პოეტი აპყრობს რა მზერას შორეულ წარსულს თავის ლექსში ასე გამოხატავს ნათელმხილველისთვის სავსებით რეალურ ფაქტს. სფეროთა გუნდით გარემოცულ სივრცეში თავის ხმას გვაწვდის მზე. ოდეს გრგვინვით აღასრულებს დაწესებულ მიმოქცევას. ესთეტები რა თქმა უნდა იტყვიან რომ ლექსი პრეტენზიულია და მხოლოდ პოეტურმა ფანტაზიამ შთააგონა გოეთე, ეთქვა რომ მზე ჟღერს, მაგრამ მათ წარმოდგენაც არ ძალუთ თუ ვინ არის გოეთე. მათ არ იციან რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ რეალობას აფიქსირებს, როდესაც ამბობს მზე კვლავ ძველებურად ჟღერს. იგი ისევე ჟღერს, როგორც შორეულ წარსულში ჟღერდა. მაშა სადამე მზე ჟღერს და ამ ჟღერადობას აღიქვამდნენ ძველ ატლანტიდელი ადამიანები, ასევე ჟღერს იგი დღემდე ხელდასხმულთათვის. სწორედ ამას შთააგონებდა ზარატუსტრა თავის მოწაფეებს, განსაკუთრებით კი ორ უინტიმურეს მოწაფეს, რომლებიც თავიანთი განვითარებით სხვებისგან გამოირჩეოდნენ და რომლებიც შემდეგში ჰერმესისა და მოსეს სახელით მოევლინნენ დედამიწას. მაგრამ ამ ორ მოწაფეს ზარატუსტრას მოძღვრება სრულიად განსხვავებულად მიეწოდებოდა. ჰერმესი მზის ძალთა უშუალო ზემოქმედების ქვეშ დარჩა. ხოლო მოსემ მიიღო ინსპირაცია, რომელმაც მას საშუალება მისცა მზის სიბრძნის საიდუმლო მოგონების ფორმით შემოენახა. სულის მეცნიერულად წარმოვიდგინოთ დედამიწა მზიდან განცალკევების შემდეგ. ამას მოჰყვა მთვარის ძალთა გამოყოფა და ჩვენი პლანეტის იმ მდგომარეობაში გადასვლა, როდესაც იგი ხელმისაწვდომი გახდა მზის გარე ძალების ზემოქმედებისთვის. დედამიწასა და მზეს შორის იმყოფებიან მერკური და ვენერა. თუკი მთელ ამ სივრცეულს სამად დავყოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედამიწამ გამოყურა მზე, უბრალოდ გამოეყურა მზეს, მთვარეც გამოჰყო, თითქოს და ერთგვარად მზისკენ, მზის მიმართულებით გადაისროლა. შემდეგ გამოიყვნენ რა თავის მხრივ მზეს, დედამიწას მიუახლოვდნენ მერკური და ვენერა. ასე რომ ამ პლანეტებიდან ერთნი მზიდან დედამიწისკენ არიან მიმართული, ხოლო მთვარე კი დედამიწიდან მზისკენ. ადამიანის ევოლუცია არის სარკე, რომელიც მუდამ ირეკლავს კოსმოსური ყოფიერების მოვლენებს. ჩვენთვის ზარატუსტრას გამოცხადებები შეესაბამება მზის სიბრძნეს, რომლითაც მან ერთი მხრივ ჰერმესი აღჭურვა, მეორე მხრივ მოსე. ჰერმესმა იმის წყალობით, რომ იგი ზარატუსტრას ასტრალურ სხეულს ატარებდა, მისგან მიიღო ერთგვარი მზის სიბრძნის გამოსხივება. მაშინ, როდესაც მოსეს მიერ მიღებული სიბრძნე თითქოს და იზოლირებული იქნა როგორც პლანეტა, რომელსაც სანამ მზის უშუალო სხივებისთვის გაიხსნებოდა, ჯერ ერთგვარი განვითარება უნდა გაევლო. როგორც დედამიწა მზის ზემოქმედებისთვის მხოლოდ მთვარის გატყორცნის შემდეგ გაიხსნა, ასე გაიხსნა მოსეს სიბრძნეც მზის სიბრძნის ზემოქმედებისთვის უშუალოდ ზარატუსტრასგან რომ სხივდებოდა. ორივე მოძღვრება, მოსეს მიწიერი სიბრძნე და ჰერმესის გამჭოლ მოქმედი ზარატუსტრას მზიური სიბრძნე ეგვიპტეში შეერთდა. სიბრძნე, რომელიც მოსემ თავისი თავიდან განავითარა, სიბრძნე, რომელიც მან, ასე ვთქვათ, შორიდან ზარატუსტრასგან მიიღო და ისტორია, რომელიც მან გააღვიძა თავის თავში, რათა თავისი ხალხისთვის გადაეცა, შეიძლება შევადაროთ მთვარის არსს, რომელიც გარკვეულ მომენტში დედამიწამ თავისი არსიდან გამოჰყო. ამ სიბრძნეს ასევე შეიძლება ვუწოდოთ იახვეს, ანუ იეღოვას სიბრძნე, რადგანაც თუ კი მართებულად გვესმის ეს სახელი, მთლიანობაში იგი ერთგვარად რეზუმირებს მოსეს მთელ სიბრძნეს. აქედან ისიც ირკვევა, რომ თუ რატომ უწოდებდნენ ძველად იეღოვას მთვარის ღვთაებას. მრავალრიცხოვანი დოკუმენტებიც ამის დასტურია, მაგრამ მიზეზი მხოლოდ მოვლენათა უღრმესი კავშირის გააზრებაში ცხადდება. როგორც დედამიწამ გამოჰყო თავისი თავიდან და მზისკენ გადაისროლა მასში არსებული მთვარის სუბსტანციები, ასე მოსეს მიწიერი სიბრძნე ჰერმესში შეხვდა ზარატუსტრას მზიურ სიბრძნეს, რომელიც ჰერმესმა თავისი მასწავლებლისგან მიიღო.
ამის შემდეგ მოსეს სიბრძნე დამოუკიდებლად უნდა განვითარებულიყო და მართლაც ზემოთ ითქვა, რომ ჰერმესთან შეხვედრის შემდეგ მოსეს მოძღვრება ევოლუციონირებს მთელ მომდევნო პერიოდში, ვიდრე დავითის გამეფებამდე. ამ მეომარ მეფეში ებრაელი ხალხის ღვთაებრივი ფსალმუნის მწერალში ჰერმესის, ანუ მერკურის ახალი სიბრძნე გაცხადდა. ჩვენ ისიც ვნახეთ თუ კვლავ როგორ დაუახლოვდა ბაბილონის ტყვეობის ჟამს მოსეს სიბრძნე მზის ძალებს, იმის წყალობით, რომ თვით ზარატუსტრა ზარატასის ნაზარატოსის სახელით ებრაელი ხელდასხმული მასწავლებელი გახდა. მაშასადამე განვითარების ის გზა, რომელიც მოსეს სიბრძნემ განვლო, მზიდან გამოყოფის მომენტიდან დაწყებული, ჩვენი პლანეტის მთელ ყოფიერებას ასახავს. ეს უდიდესი მსოფლიო პარალელები ღრმა კრძალულებით ავსებდა ებრაელ ბრძენთ და საერთოდ ყველას, ვისაც კი მათი აღქმა შეეძლო. ამ პარალელებში ისინი სამყაროს სივრცეულიდან მომდინარე კოსმოსური ყოფიერების ერთგვარ ემანაციას, პირდაპირ უშუალო გამოვლენას ხედავდნენ. მათ წარმოდგენაში მოსე იყო კოსმოსურ ძალთა დესპანი. და თუ კი გსურს არსობრივად გავაცნობიეროთ წარსული დროება, ჩვენც იგივე გრძნობებით უნდა განვიმსჯვალოთ. სხვაფრივ ეს ყველაფერი ჩვენთვის ამაოებათა და აბსტრაქცია იქნება. მაგრამ იმ ელვარე სიბრძნეს, რომელსაც ასხივებდა ზარატუსტრა, სიბრძნეს, რომელიც მან ჰერმეს და მოსეს გადასცა, ჯერ ერთგვარი ევოლუცია უნდა განეცადა და ასე უნდა წარმოჩენილიყო უფრო ამაღლებული ფორმით. ამ სრულიად განსაცვიფრებელ თანმიმდევრულ პროცესში ზარატუსტრა, რომელმაც მანამდე თავისი ასტრალური და ეთერული სხეულები გაიღო, ერთხელ კიდევ უნდა დაშვებულიყო დედამიწაზე ფიზიკურ სხეულში, რათა ეს თავისი ფიზიკური სხეულიც გაეღო მსხვერპლად. უშორეს წარსულში ზარატუსტრამ თავისი საკუთარი ცხოვრებით იცხოვრა და თავისი იმპულსები პოსტ-ატლანტიდური ევოლუციის სპარსულ ძველ ირანულ კულტურაში ჩაბეჭდა. შემდეგ მან გასცა თავისი ასტრალური სხეული და ამით ჰერმეს საშუალება მისცა დაეარსებინა სხვა სახელდობრ ეგვიპტური კულტურა. ასევე უბოძა მან თავისი ეთერული სხეული მოსეს, მაშასადამე ზარატუსტრამ მსხვერპლად გაიღო თავისი ორი გარსი. ახლა მას წინ ჰქონდა კიდევ ერთი მსხვერპლი, საკუთარი ფიზიკური სხეული. რამე თუ ასეთი იყო კაცობრიობის ევოლუციის წარმართველი ნება. ეს კი სრულიად განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებდა. კერძოდ, ზარატუსტრას ფიზიკურ სხეულს სრულიად განსაკუთრებული მომზადების გზა უნდა გაევლო. გუშინ აღნიშნეთ თუ როგორ შეიქმნა ეს პირობები სისხლის იმ სასიცოცხლო ძალთა მეშვეობით ებრაელ ხალხს თაობიდან თაობაში მემკვიდრეობით რომ გადაეცემოდა. ამასთან ტურანელი ხალხის დეგრადირებული ასტრალური ნათელხილვა ებრაელებში ერთგვარი შინაგან აქტიურობად გადაიქცა. ეს გახლავთ ებრაელი ხალხის უდიდესი საიდუმლო. ტურანელი ხალხი დაგუგლეთ აუცილებლად ან ხელოვნურ ინტელექტს კითხეთ. ესე იგი, ტურანელი ხალხის დეგრადირებული ასტრალური ნათელხილვა ებრაელებში ერთგვარ შინაგან აქტიურობად გადაიქცა. ეს გახლავთ ებრაელი ხალხის უდიდესი საიდუმლო. ესე იგი, ნათელხილვა ტურანელი ხალხის გადაიქცა ებრაელების შინაგან აქტიურობად. თუკი ტურანელების ძველი შთამომავლობითი ძალები ნათელხილვის გარე ორგანოების ჩამოყალიბებას ხმარდებოდა, ებრაელებში ამ ძალებმა ორგანიზმის წიაღში ჩააღწია და ერთიანად გარდასახა იგი. ამის წყალობით ებრაელი ხალხი არჩეული იქნა, რათა მას აღექვა და თავის თავში განეცადა მოვლენები, რომლებსაც ატლანტიდის დროს გარეთ, სივრცეში, გრძნობადი სამყაროს მიღმიერ აღიქვამდნენ. იახვე ანუ იაყოვა, როგორც მას სრულიად შეგნებულად უწოდებდა ებრაელი ხალხი, ეს უდიდესი სული, რომელიც წარსულში ადამიანებს ყოველივე არსებულის მიღმა ეცხადებოდა, ახლა ერთადერთ წერტილში კონცენტრირდა. ჩვენ ვიცით, რომ ეს შინაგანი ორგანიზაცია თანაც სრულიად განსაკუთრებულად ჯერ კიდევ ებრაელი ხალხის
პირველ წინაპარს მიეცა. მითები და ლეგენდები, ხატსახეებში გადმოცემული წარსულის მოვლენები გაცილებით მეტ სიმართლეს შეიცავს ვიდრე ანთროპოლოგიური გამოკვლევები, გათხრებითა და დოკუმენტების ფრაგმენტებით, რომ ეძიებს ჭეშმარიტებას. ოკულტური გამოკვლევები უმრავლეს შემთხვევაში ადასტურებს ლეგენდების ნამდვილობას. აქ შტაინერი წერს, რომ მე ასე ვამბობ, იმიტომ რომ შესაძლებლობა არ მომეცა სრულად განმეხილა ისინიო. მაგალითად, ძველი ებრაელი ხალხის წარმოშობის კვლევისას ვაწყდებით არა თანამედროვე გამოკვლევების დასკვნებს, არამედ ებრაელთა ერთ წინაპარს, რომელზეც გვიამბობს ბიბლია. აბრაჰამი. სავსებით რეალური პიროვნება და სრული ჭეშმარიტებაა ყველაფერი, რასაც მასზე მოგვითხრობს თალმუდური ლეგენდა. ამ ლეგენდის თანახმად, აბრაჰამის მამა იყო მხედართმთავარი ასეთივე ლეგენდარული, მაგრამ არანაკლებ რეალური პიროვნების კარზე. ბიბლია მას ნემვროდის სახელით იხსენიებს. ნემვრო წესიზმრა სიზმარი, რომელიც მას დროის ნიშნებში გარკვეულმა ხალხმა განუმარტა. ამ სიზმრის თანახმად, მხედართმთავარს უნდა შესძენოდა ვაჟი, რომელიც დაამხობდა მრავალ მეფეს და დამპყრობელს. ამგვარი წინასწარმეტყველებით შეშინებულმა ნემვროდმა ბავშვის მოკლის ბრძანება გასცა. ამას გვიამბობს ლეგენდა და ამასვე მოსწმობს ოკულტური კვლევაც. მაშინ აბრაჰამის მამამ ასეთ ხერხს მიმართა. ნემვროდ სხვა ბავშვი მისცა, თავისი შვილი კი გამოქვაბულში გადამალა და იქ გაზარდა. ლეგენდა გვიცხადებს ერთ საოცარ ფაქტს. აბრაჰამი მართლაც იყო პირველი, ვინც შეძლო გარდაესახა შინაგან ღვთაებრივ ორგანოდ, გარდაიქმნა ის გარკვეული უნარი და შესაძლებლობები, რომლებსაც მანამდე ნათელხილვის გარე ორგანოები იყენებდნენ. მან ეს უნარი თავის თავში განავითარა, შინაგან ძალად გარდაქმნა. ეს ის ძალაა, რომელსაც თავისებური ინვერსიის უკუპროცესის წყალობით ღმერთის შინაგან აღქმამდე მივყავართ. მაშა სადამე ლეგენდა მოგვითხრობს, რომ აბრაჰამი 3 წლის განმავლობაში გამოქვაბულს იყო შეფარებული და იკვებებოდა რძით, რომელიც ღვთაებრივი ნებით მისი მარჯვენა ხელიდან ჟონავდა. თვით გამოკვების ეს ფენომენი აბრაჰამის ებრაელი ხალხის პირველ წინაპრის ნათელმხილველურ ძალთა შინაგანისკენ მიმართვას ილუსტრირებს. როდესაც ამგვარი ლეგენდების უღრმეს სიბრძნეში აღწევ, შენში ისეთი ქმედითი ძალა იღვრება, რომ ადვილად გესმის, რატომ გამოთქვამდნენ ადამიანები გარკვეულ საგნებზე თავიანთ სათქმელს ხატოვნად. მაშასადამე აბრაჰამი იყო პირველი, ვინც ღვთაებრივი სიბრძნის შინაგანი სხივი გარდასახა, რათა ეს სხივი რაღაც ჭეშმარიტად ადამიანურ ღმერთზე, ადამიანურ აზრად ექცია. აბრაჰამი მართლაც ფლობდა ისეთ ფიზიკურ ორგანიზაციას, რომელიც მას ყველა გარე მომცველთაგან ძირეულად განასხვავებდა. მისი თანამედროვენი არ იყვნენ განსაზღვრული განსაკუთრებული ორგანოს მეშვეობით საკუთარ თავში აზრის გამო სამუშაებლად. მათი აზრები ფიზიკური სხეულის გარეთ ეთერულ სხეულში ბინადრობდნენ. მათ ჯერ არ ჰქონდათ განვითარებული აზროვნების ფიზიკური ორგანო. პირველად ეს აბრაჰამმა განახორციელა. ამიტომ მას არც თუ უსაფუძვლოდ არითმეტიკის გამომგონებლად მიიჩნევენ. თუმცა სიზუსტისთვის ეს სიტყვა უნდა მივიღოთ არა პირდაპირ, არამედ პირობითი მნიშვნელობით. სიზუსტის თვალსაზრისით მათემატიკა თავისი ფორმით მართლაც უახლოვდება ნათელხილვით მოპოვებულ შემეცნებას. მაგრამ მას ფიზიკური ორგანო ესაჭიროება. ამრიგად, არსებობს მჭიდრო კავშირი ნათელხილვის გარე ძალებით სარგებლობის უნარსა და იმ ძალას შორის, რომელიც აზროვნებისთვის ახლა უკვე შიდა ორგანოებს იყენებს. ეს კავშირი აისახება იმ ფაქტში, რომ აბრაჰამს მათემატიკის გამომგონებლად მიიჩნევენ. აბრაჰამი ჩვენთვის არის პირველი ადამიანი, ვისაც მიეცა შინაგანი ორგანო, რამაც მას აზროვნება შეაძლებინა. ორგანო, რომლის წყალობითაც მან თავისი შინაგანი და ამავ დროს ქმედითი ფიზიკური ძალით ერთიანი ღმერთის წარმოდგენამდე ამაღლება შეძლო. წარსულში ადამიანს მხოლოდ ნათელხილვის მეშვეობით შეეძლო ღმერთის და ღვთაებრივი ყოფიერების გაგება. ამას ეფუძნებოდა წარსულის მთელი სიბრძნე. რათა აზრიდან
ღვთაებრივამდე ამაღლებული იყო, ადამიანს ესაჭიროებოდა იარაღი, ინსტრუმენტი, ფიზიკური ორგანო. ეს პირველი ორგანო მიეცა აბრაჰამს და რამდენადაც საქმე ეხებოდა სწორედ ფიზიკურ ორგანოს, კავშირი ღმერთზე წარმოდგენასა ერთი მხრივ და ობიექტურ სამყაროსა და ადამიანის სუბიექტურ არსებას შორის მეორეს მხრივ, ასევე სრულიად სხვა განსხვავებული ხასიათით უნდა აღნიშნულიყო. ადრე ოკულტურ სკოლებში ღმერთზე წარმოდგენა ღვთაებრივი სიბრძნის ნაწილს შეადგენდა. და ეს წარმოდგენა ეძლეოდა ყველას, ვისაც კი ეთერულის აღქმა ფიზიკურის გარეთ შეეძლო. აღქმის ფიზიკური იარაღის მოსაპოვებლად არსებობს მხოლოდ ერთი მემკვიდრეობითი გზა. ამიტომ ეს ნიჭი აბრაჰამისთვის ესოდენ არსებითი, დედამიწაზე დამკვიდრების საწინდარი, თაობიდან თაობას მემკვიდრეობითი გზით უნდა გადასცემოდა. ახლა უკვე გასაგებია გარკვეული ფიზიკური თვისებების სისხლით, ანუ შთამომავლობით გადაცემის მთელი მნიშვნელობა ებრაელთათვის. ის, რაც აბრაჰამში ჩადებული იყო როგორც მხოლოდ ფიზიკური მიდრეკილება კრისტალიზაციისადმი, ღვთაებრივის გაგებისთვის საჭირო ფიზიკური ორგანოს ჩამოყალიბებისადმი, ეს თაობებს უნდა გადასცემოდა და თანდათან უნდა გამტკიცებულიყო. ეს საოცარი ადგილია. ესე იგი, აბრაჰამში ჩადებული იყო ფიზიკური მიდრეკილება კრისტალიზაციისადმი, ანუ ღვთაებრივის გასაგებად საჭირო ფიზიკური ორგანოს ჩამოყალიბებისადმი. თაობათა წყების გავლით ეს ნიჭი მართლაც შთაინერგა ადამიანის უღრმეს არსში. და რაც უფრო გრძელდებოდა მემკვიდრეობითი ხაზი, მით მეტად მყარდებოდა ეს უნარი. საბუძვარი, რომელიც ებრაელი ხალხის მისიის თანახმად აბრაჰამს მიეცა, თაობიდან თაობაში სულ მეტად და მეტად უნდა სრულყოფილიყო. და ეხლა მივხვდი ეს საბუძვარი, რომ არის სამი ბრძენი, რომ გადასცემს ქრისტეს. ოქროს, მას საკმელოს და მურს. ოქრო არის მერკიური და ეს არის აღქმა სწორედ. ფრენკინსენსი, ანუ საკმეველი, ეს ვენერა და მური ეს არის მარსი. ხა ვინც მისმენთ, ჩემი ახლობლები ხართ და კი ხვდებით, რასაც ნიშნავს ეს. ესე იგი, საბუძვარი, რომელიც ებრაელი ხალხის მისიის თანახმად აბრაჰამს მიეცა, თაობიდან თაობაში სულ მეტად და მეტად უნდა სრულყოფილიყო. ეს სრულყოფილება გადაეცა ზუსტად ქრისტეს დაბადებისთან. რამე თუ ფიზიკურ ორგანოს სრულყოფა მხოლოდ მემკვიდრეობითი გზით იყო შესაძლებელი. მასასადამე, რათა ინდივიდუალობას, რომელიც ჩვენთვის ზარატუსტრას სახელითაა ცნობილი, მიეღო, რაც შეიძლება სრულყოფილი ღმერთის იდეის აღქმისადმი, ეს ღმერთის იდეის აღქმა, ეს არის თავარი, ხო? ამისადმი მომარჯვებული ორგანოებით აღჭურვილი ფიზიკური სხეული. აბრაჰამისადმი ბოძებული იარაღი უმაღლეს სრულყოფამდე უნდა მიყვანილიყო. ის, რაც აბრაჰამს ებოძა, თაობიდან თაობაში უნდა გაძლიერებულიყო, განვითარებულიყო და ზარატუსტრასთვის შეემზადებინა ყველა შესაძლო შემთხვევისთვის მზადყოფი მისთვის სადაგის სხეული. მაგრამ ზარატუსტრას მიზნებისთვის საკმარისი არ იყო მხოლოდ სრულყოფილი ფიზიკური სხეული. ფიზიკური სხეული მართლაც ვერ მიაღწევს სრულყოფას ადამიანის მთელი არსების შემადგენელი წევრებისგან დამოუკიდებლად. აქაც ამ შემთხვევაშიც ფიზიკური მემკვიდრეობითობის საფუძველზე თანდათან ადამიანის სამივე გარსი უნდა განვითარებულიყო. ლაპარაკია ეთერულზე, ასტრალურზე და მეზე. იმ თვისებებს, რომლებიც ეთერულ და ასტრალურ სხეულებს ფიზიკური მემკვიდრეობის საფუძველზე უნდა შეეძინა, მართლაც თაობათა მთელი წყება უნდა გაევლო. ევოლუციაში არის ერთი ასეთი კანონი, მას ჩვენც ხშირად ვახსენებთ ადამიანთან მიმართებაში. სახელდობრ დაბადებიდან 6-7 წლამდე ადამიანს უვითარდება ფიზიკური სხეული. ეთერულ სხეულის განვითარება ხდება 7-დან 14 წლამდე, ასტრალურის კი 14-დან 21 წლამდე. ასეთია კანონი, რომელშიც დომინირებს რიცხვი 7 და რომელიც ადამიანის განვითარებას განაგებს.
ეს კანონი თაობათა მანძილზე ადამიანის სამშვილოს გარეგანი გარსების განვითარების მიმართებითაც მოქმედებს. და შემდეგ ჩვენ დავინახავთ რაოდენ ღრმა საფუძველს ემყარება იგი. თუკი ცალკეული პიროვნება 7 წლის ასაკისთვის, რომლის განმავლობაში წყალიბდება მისი ფიზიკური სხეული, განვითარების გარკვეულ ეტაპს ასრულებს, თავად ფიზიკური სხეული მთლიანობაში 7 თაობის განმავლობაში აღწევს ერთგვარ სრულყოფას. თუმცა ამ შემთხვევაში მემკვიდრეობითობა გარკვეული თვისებების გადაცემით არა მამიდან ვაჟზე, ან დედიდან ქალიშვილზე, არამედ ბაბუიდან შვილიშვილზე ხორციელდება. ესე იგი მეორე თაობაზე, შემდეგ მეოთხეზე და ასე შემდეგ. ამრიგად მემკვიდრეობით თვისებებს არ ახასიათებს გადაცემის უწყვეტობა. და იმ ფაქტის წყალობით, რომ ყოველ ახალ ჯერზე წარმოებს ნახტომი ერთი საფეხურის გამოტოვებით, მემკვიდრეობითი ევოლუცია ემყარება არა რიცხვს 7-ს, არამედ 14-ს. ამ წესრიგიდან აბრაჰამის ფიზიკური სხეულის თანდაყოლილ თვისებებს კულმინაციურ წერტილამდე 14 თაობის დასასრულისთვის უნდა მიიღწია. მეორე მხრივ, იმისთვის, რათა ამ პროცესს ეთერული და ასტრალური სხეულებიც მოეცვა, საჭირო იყო, რომ მათ განვითარებას ცალკეული პიროვნების 7-დან 14 წლამდე განვითარების მსგავსად დროის გარკვეული შუალედი გაევლო, რაც ამ სხეულებისთვის თითოეულისთვის ცალ-ცალკე 7-ის შესაბამის 14 თაობას შეადგენდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აბრაჰამისთვის ბოძებულ თვისებას უნდა გაევლო 3-ჯერ 7-ის შესაბამისი 14 თაობა. რათა სრულიად განემსჭვალა ფიზიკური, ეთერული, ასტრალური სხეულები. 3-ჯერ 14, ისე 42 თაობა. აი ის, რაც ადამიანს დასჭირდა იმისთვის, რათა აბრაჰამის ფიზიკური შესაძლებლობები სრულ ყოფილებამდე მიიყვანა. მხოლოდ ამგვარად სრულქმნილი სხეული ესაჭიროებოდა ზარათუსტრას თავისი ინკარნაციისთვის. სწორედ ამაზე მეტყველებს მათეს სახარებაც. მემკვიდრეობით ჩამონათვალში, რომლითაც მათე თავის მაუწყებლობას იწყებს, განსაკუთრებულად ახასგასმული, რომ აბრაჰამიდან დავითამდე 14 მუხლია, დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე 14 მუხლი და კიდევ 14 მუხლი ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტეს მოვლინებამდე. აბრაჰამისთვის ებრაელი ხალხის მისიის განსახორციელებლად ბოძებულმა ფიზიკურმა თვისებამ ამ 42 თაობის განმავლობაში სრულად გამსჭვალა სამივე ადამიანური გარსი, რის შემდეგადაც სხეული, რომელიც ზარათუსტრას თავის ინკარნაციისთვის ესაჭიროებოდა, კაცობრიობის ახალ ერაში შესვლის ჟამს მოწიფული აღმოჩნდა. ამრიგად თავიდანვე ვწმუნდებით, რომ მათეს სახარება სულიერების უღრმეს წიაღს წვდება, ეს უნდა ვიცოდეთ. ჩვენ უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს 3-ჯერ 14 თაობა. ეს მიუთითებს, რომ იესო ნაზარეველის მიერ იოსებიდან მიღებულ მემკვიდრეობაში ცხოვრობდა ის, რაც პირველად აბრაჰამში გამოვლინდა, ანუ უნარი, რომელიც თავიდან მთელი ებრაელი ხალხის მიერ იქნა აღქმული. ხოლო შემდეგ კონცენტრირდა ერთადერთ ზარათუსტრასთვის განკუთვნილ ორგანიზმში, სხეულში, რომელშიც ქრისტემ შეძლო შემოსვლა.